მოგესალმებით ჩემ ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ განვიხილოთ ასეთი თემა. მისი გორწყველი აღიარება რატომ არ მოქმედებს ეს იყო კითხვა. აგაც წავიკითხე თქვენთან კომენტარებში და რაღაც ამ ბოლო დროს კონსულტაციებზე სულ ეს კითხვები აქვთ გოგოებს. ამიტომ როგორც ყოველთვის გავამზადე კითხვები, ღრმად გავარჩიოთ და ვნახოთ ახლა ჩვენ რას გრძნობს ეს ადამიანი, რა შეიძლება აქვს რამე დაფრკოლები, ან რა გეგმები აქვს საერთოდ ახლა იმოქმედებს თუ არა. ნუ პრინციპში ეს გაშლა იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გაჩვენებს თქვენ აი ამ გააჟღერებს მის ნამდვილ ძრახვებს და საერთოდ ნუ ღირს თუ არა ლოდინია, მაგასაც კი გვაჩვენებს, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ კითხვებს დავუსმენ და მე უკვე ღრმად გავარჩიოთ. მან რაც მოვამზადე, შეიძლება დაგჭირდეს ეგაც. მან არა ისეთი ინსტრუმენტი არის, უკვე იცით თქვენ რომ ყველაფერს ამოვიღებს გვეცნობიერებან. ნახოთ ახლა რას გრძნობს სინამდვილეში თქვენს მიმართ, თქვენი პარტნიორი. მაგის ენერგიას დავდებ, ხო? ჯერ ეს გამას გავაკეთებ რა. და გავასწორო ასე. აჰა. შემდეგ ვნახოთ რატომ აირჩია მაგის ეს უქმედობა იმის ნაცვლად რომ რამე ნაბიჯი გააკეთოს. რომ გადმოდგეს რამე ნაბიჯი, ხო? ვნახოთ ახლა რა აჩერებს ან აკავებს მოქმედებიდან, ხო? რას გეტყოდათ, მაგრამ ჩუმად არის. შეიძლება რაღაცა გულში აქვს თქვენ არ იცით. აქვს თუ არა გეგმები ან რამე ძრახვები. საერთოდ მომავლისთვის მომავალში რაღაცა გააკეთოს და ვნახოთ ისიც რა უნდა გაიგოთ თქვენ საერთოდ ნუ მის ასეთ საქციელზე რა ასე თქვათ. ან ნამდვილი რა მოტივები აქვს ახლა ისეთი ამ ადამიანს. ნუ რჩევაც ავიღოთ, ვნახოთ, ანუ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში. всё. ნუ სამიანი კი არის აქ ბოლოში ხმალების. თან აქ ნახეთ რა საინტერესო არის, აი თუ დაინახავთ ახლოს. ბიჭი ზის, ნახეთ ახლა თან პირველ პლანზე ზის ბიჭი. და უკან არის გოგო და აი ნამდვილად რო დასწრები როგორ მუშაობენ გაუცდები რა რომ პირიქით რო ყოფილიყო თქვა გოგო იყოს წინ და ბიჭი უკან სხვა და ჩვენ ახლა ნახეთ ახლა შეიძლება გოგომ ახლა დაუშვოთ ისე იქცევა რომ თქვა ნუ აქ ბიჭის განცდა რო არის ეს არის უეჭველი რა იმიტომ რომ აქ მოხდა რაღაცა ისეთი შეიძლება აწყენინა გოგოს შეიძლება ნუ მაგრამ რო ნანობს ეს არის უეჭველი აქ შემიძლია გითხრათ იმიტომ რომ აქ როგორი პოზიცია არის კიდე იცით აი ხა რო სიღრმეში რო შევიდით ამ არკანში ბიჭი ძალიან ნანობს შეიძლება იმ სიტყვების რაც თქვა რომ მქონდა საშუალება ამას არ ვიზავდი ამას არ ვეტყოდი საერთოდ მე მაგას რა იმიტომ რომ ეხლა გოგო არის როგორ კი გაინტერესებთ რაღაცა შეიძლება მაგის ცხოვრებაზე კი შეიძლება ზოგი თქვათ ეხლა ნუ სოციალში უყურებთ ან თუ სამსახურში არის თქვენთან დაუშვეს ადამიანი სადღაცა ესე ჩუმად კი უყურებთ მაგრამ როგორ არის აქ ძალიან აწყენინა ბიჭმა იმიტომ რომ აქ ვერ ვეტყვი რომ გოგომ სულ შეტრიალდა და აღარ უყურებს მაგრამ ნუ აქ მაჩვენებენ აი ძალიან დიდ კივილს ნახეთ შეხედეთ თუ კიდე კარგად დაინახავთ ძალიან ისეთი ისა რა ქვია მომენტები არის იმიტომ რომ კარგით ნახოთ ახლა ჩვენ პრინციპებში მისი ენერგია უნდა მეთქვა და აგერ მისი ენერგიაც აგერ არის გასაგებიც არის ხო არც დაგჭირდა ჩვენ ზედმეტად კიდე და რომ ისედაც გვაჩვენა ნახოთ ახლა რას გრძნობს თქვენს მიმართ ეს სინამდვილეში რას გრძნობს თქვენს მიმართ აქ როგორ არის იცით რა გრძნობა არის რას ვეტყოდი
ნახეთ, პაჟი არის და ხელი შეუკავია ყურთხელი. პაჟს. შიშის გრძნობა აი პატარა ბავშვით მეშინია. კიდე მინდა გავხსნა. იმიტომ რომ საერთოდ გრძნობაზე როცა არის პენტაკლები ცოტა არ მომწონს. რას გრძნობს ეს ადამიანი? სინამდვილეში. იცით როგორი სიტუაცია არის? რას გრძნობს? შეიძლება აქ როგორი შიშია, აქ ნახეთ თუ დაუშვათ მაგას იცით როგორ არის? აი შიში აქ მაგას უეჭველი აქ შიში, რატო იცით? განთავისუფლდა შეიძლება რამე ისეთი მომენტებიდან, რაც მაგას აღიზიანებდა. აქ მე ვიკითხები გრძნობაზე, ეს მაჩვენებს რას? აი თითქოს თუ დაუშვათ მაგას ქონდა, რამე საყვედურს ეუბნებოდეთ სიტყვაზე, ხო? თუ დაუშვათ თქვენ აი ამისგან რაღაცა ძალიან საინტერესო. გრძნობა. так, რა მაგისი გრძნობა, так, შეხვედრა გინდა, გასაგებია, მაგრამ შენ მე გრძნობაზე მითხარი. აქ რატომ აჩვენებ შენ თავს აი ასე პატარა ბავშვის ენერგიაში, ანუ ეს ამ გრძნობაში რას გულისხმობ? იმიტომ რომ აქ რატო მე ვიკითხები გრძნობაზე, მაგრამ რას გრძნობს თქვენს მიმართ სინამდვილეში, მაგრამ აქ ნახეთ საერთოდ არის უფრო ღრმა პასუხია, რატო? იმიტომ რომ აი თქვათ რო არ ამბობს აი მიყვარს, არ მიყვარს, აქ რაღაც მსჯელობს, გაიგეთ. რო დაუშვათ ახლა პატარა ბავშვებით ვარ მის წინაშე. აი ვგრძნობ პატარა ბავშვად ჩემ თავს. ეთყობა ამას ახლა რა არის, იცით? მართვა თქვენი არ შეუძლია ამ ადამიანს. გაიგეთ რა ხდება? და რატომ მაშინ აბა მითხარი? ასე გრძნობ თავს. იცით რატომ? მე სულ მაღალი არკანები არის აქ. დღეს რა როგორი სიტუაცია არის, იცით? აი თითქოს აი შეიძლება თქვენ რაც გქონდათ, ნახეთ თქვენ გახდეთ როგორი თემა არის, იცით? თქვენ გახდეთ უმართავი. ამას არ აქვს საშუალება რომ მართოს საერთოდ, ანუ თუ დაუშვოთ იყო აი შეიძლება რომ თქვათ რაღაცა მართვა რა ურთიერთობის, ეხლა არ შეუძლია თითქოს ეს წაართვეს ეს საშუალება, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ხო გეუბნებით ან სოციქსელებში შეიძლება გიყურებს თქვათ წარმატებული ხართ სიტყვაზე, ან ხედავს თქვენ რომ დაუშვოთ ეხლა სადმე, ვარსკვლავი არის ისეთი ენერგია, როცა თქვათ მე ვგრძნობ, რომ ის ჩემზე მეტია რამით, ხო? ამავე დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენ ახლა დაუშვოთ ახლა, ან ძალიან ლამაზი, ძალიან წარმატებული, ძალიან შეიძლება მიუწვდომელი, ხო? შეიძლება იმიტომ რომ აქ აჩვენებს, რომ მე საერთოდ არ ამგონია, რომ მაგას რაღაცა უნდა უნდოდეს აქ ჩემთან. პლუს ბრაზდება ამაზე სხვათა შორის ძალიან ბრაზდება ისევ ნახეთ ეს აი ეს არა მიჩეხია, ხო? так, მოიცადეთ გავხსნი მე კიდე და მე ვნახავ უფრო კარგად კიდე. რატომ აი ეს ვკითხოთ, რატომ აირჩია საერთოდ უქმედება იმის ნაცვლად, რომ ნაბიჯი გადადგას, რატომ აირჩია? რატომ აირჩია? მე-20 არკანი. ძალიან რაღაც საინტერესო გაშლა გველოდება, ამიტომ ყავა მოამზადეთ. რატომ აირჩია?
აქ მე მგონი ჩაერეული არის მაღალი ძალე. მე მგონი კი არა, ასე მე მგონი მე-20 არკანი არის რა. და სხვათა შორის აქ თითქოს როგორი მომენტი ნახეთ ახლა აქ მაღალი არკანები რას აკეთებენ. ბიჭი დგას, ნუ აქ ხო ბიჭის ფიგურა როგორ წვალობს და აქ ხელები არის აი ესე ან იმედი აქ ამას მაღალი არკანების რა არის მაღალი ძალების იმედი გაქვს შენ თუ მაგათუ ბედს მიენდე რომ ბედი დამეხმარება Так, რატომ აერჩიე, რატომ აერჩიე უმოქმედება? იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ აქ არის თითქოს როგორი მომენტი. იცით, ეს არის ცოტა, სხვა სიტუაცია არის აქ თითქოს მაგაზე არ არის დამოკიდებული ეხლანდელი მაგისი ქმედება, რომ აქ აღარ არის ის, რომ მას რაც უნდა ის რომ გააკეთოს. ახლა ნახეთ, იმიტომ რომ აქ ჩაერდნენ მაღალი ძალები. ეხლა ამაში რა მიდის, იცით, პრინციპში ეთყობა მართალია. წუთით. მოიცა. რატო არ მოქმედება? იგივე კარტი ამოდის. როგორ არის, აი ნახეთ ახლა რატო აერჩია ეს უმოქმედება? იმიტომ ამან მიენდო ყველაფერი ბედს. პლუს მე რა პოზიცია, რა საინტერესო პოზიცია იცით? ახლა გავარკვევთ. ცოტა ხადრო მომეცით, იმიტომ რომ ახლა არ არის ისე ხა რომ აქ ძალიან ისეთი ძლიერი ენერგიები არიან. ანუ რას აჩვენებს, იცით, რომ შეიძლება ხო ვერ შეინარჩუნა თავისი ეს შანსი ვერ აიღო. ახლა არ იცის რა გააკეთოს. ბედს მიენდო. აქ არ ვიცი, რაღაც ფატალისტი ყავთ თქვენ. ბედს მიენდო. ნახეთ რა ხდება. შეიძლება რატო არ მოქმედებ? ჯერ პირველ რიგში მაჩვენებენ თქვენს თავს ძალიან ვარსკვლავია, ულამაზესია, უკარგესია. აქ ესეთი იმპერატორი არის, აი თითქოს როგორ არის, მე მინდა რომ ეს ამას ჭირდება უფრო სხვანაირი კაცი. ისეთი კაცი, რომელიც მას მისცემს იმ ბედნიერებას, რა ბედნიერებას მას ეკუთვნის. სხვათა შორის, აი ეხლა აქ ცოტა ისეთი სულ პოზიტიური კარტებია, მაგრამ აი იმიტომ მინდა გავხსნა, რომ ეს ცოტა რაღაცას მაჩვენებს, აი უფრო სიღრმეს, გაიგეთ რა ხდება? უფრო სიღრმეს, იმიტომ რომ თითქოს ადამიანი აქ, როგორ არის, იცით, აი რამე ბოროტულად ან რამენაირად თქვათ ახლა ცუდად კი არ ახსნის ამას რა ამ სიტუაციას. უბრალოდ თითქოს აჩვენებს რომ გინდას რას გრძნობს, პატარა ბავშვით მეშინია.
იმიტომ რომ აქ პაჟი და აქ მაჩვენებს ეგრევე იმპერატორს. გაიგეთ რა ხდება? ამავე დროს ეს ურთიერთობა სხვათა შორის, აი მე მგონი გუშინაც რო გქონდათ ჩვენ გაშლა მე თქვენ გიხსნით, ნახეთ რო ვამბობდე, როცა მოდიან, ეს ელოდება აქედან მაღალი ძალებს არის მინდობილი ძალიან. იმიტომ რომ მაგათგან ელოდება დახმარებას. ეს არის სულები, ნახეთ, იეროფანტი, ვარსკვლავი, ეტლი, ანუ როგორი პოზიციები მოდის აქ. კი ბატონო, ეს არის წყვილი, რომელიც არის ვარსკვლავთა ოჯახიდან. გაიგეთ, ასე ქვია მაგას. სულის დონეზე გადამიყვანეს უბრალოდ. გაიგეთ, ჩვენ ახლა მიწიერ დონეზე ვეკითხები, მე რატო არ მოქმედებს და აქ მეუბნებიან, რომ არა, რა მიწიერ დონეზე, აქ ჩვენ ჩავერთეთ. აქ უკვე თქვენ ვერაფერს ვერ შვებით, აი აქ სულ რაღაც გაუგებრობა გაქვთ, ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებთ და ეს რაღაცა თქვენ ვერ არკვევთ, თქვენ თვითონ რა. და ამიტომ აქ ერთობიან მაღალი ძალები ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეთყობა ამან ვერ იმასაქნა, რა ქვია, ვერ დადგა თავის დონეზე და რა ვიცი, აქ ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს თქვენ სივრცეში აი რო ჩაერიან ეს მაღალი ძალები, ფიქრობენ ერთ და იგივე ენერგიაში ხართ, ერთად ხართ. მაღალი ძალები უშლიან ხელს აქა, აბა მითხარით, თქვენ არ გინდათ რომ ამან აი ესე რამე იმოქმედოს, ხო სწორედ? სხვაობა არის ძალიან აქ თქვენ შორის. მანძილი, მოიცადე, აბა მიპასუხეთ წესიერად, რა არა. პატარა შანსი. იმიტომ რომ რა შანსებს ვაძლევდით, ვაჩერებთ. პატარა შანსი. რა. უნდა გაიგოს რაღაცა მაგან. აქ. იმიტომ გაშორებთ ჩვენ. ანუ აქ გოგო არის, შეხედეთ რა საინტერესო. ანუ შეხედეთ სიყვარულში კი ბატონო, თქვენ გაქვთ ეს მომენტი, რომ გიყვართ ერთმანეთის სიყვარული კი, მაგრამ აქ არის სხვა სიტუაცია, მაჩვენებენ, რომ გოგო თითქოს იცით როგორ არის, აი გოგოზე არის სხვა გეგმები აქ მაღალ ძალებს. და გოგო უნდა იყოს კარგად. მაგას ჭირდება, აქ როგორ არის, იცით? თითქოს მაგან უნდა შეიცვალოს იმ დონეზე და ისეთი უნდა მოვიდეს თქვენთან, შეცვლილი უნდა მოვიდეს თქვენთან. სხვანაირი უნდა მოვიდეს თქვენთან. ისეთი რომ თქვენ ანუ რომ ეს გოგო უნდა იყოს კნაყოფილი, ხო? კაროჩე, აქ როგორი თემა იცით? აქ არის ერთი რამეს მეუბნებიან. სანამდე ეს ბიჭი, აქ ჩაირია, აქ ძალიან კარმული თემა. აქ რაღაცა გაკვეთილის. თუ ეს ადამიანი არ ჩვენ შანსს მივცემთ კიდე მაგასო. აქ უკვე მაღალი ძალები ჩაერიან, აი მენა რა ვიცი რა გითხრათ რა. შანსს კი მივცემთ ჩვენ მაგას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს იმუშავებს თავის თავზე. ანუ ჩვენ გვაძლევთ მაგის შანსს, რომ მაგან რამე გააკეთოს. იმიტომ რომ ხო გეუბნებით ჩვენთან სულ ეგ არის რა. აქ ძალიან დიდი
ეთყობა რაღაცა საგვარეულოს, ჭირდება რაღაცა დიდი დამუშავება ამ სიტუაციას. აქ ნუ არ არის ახლა ეს წყვილები, აქ არც ერთი პრინციპში ყველა წყვილს აქვს თავისი რაღაცა მნიშვნელოვანი მისია, ასე ვთქვათ რა. გინდა თავის ურთიერთობაში, გინდა საერთოდ, აქ გოგოა მნიშვნელოვანი ძალიან მაღალი ძალებისთვის. აქ გოგოზე არის ძალიან დიდი გეგმები, მაღალი ძალებს აქვს. და აქ მაღალი ძალები არიან იმაში და заინტერესებული ეხლა რომ იყოს კარგად. ამან უნდა რაღაცა ესეთი გააკეთოს, რომ გოგო იყოს კარგად. თუ გააკეთა აქ მაღალმა ძალებმა თქვას რომ ჩვენ დაგლოცავთ. ნახე აქ როგორ მამაო არის, ნახეთ როგორ იეროფანტი. ხო? მაშინ ჩვენ ამას დავლოცავ, მაგრამ მთავარია მაგან ეს უნდა გაიგოს. აქ ბიჭის პრობლემა არის. გაიგეთ, ეს იბრძვის თავის თავს რა. თავის თავში ბრძოლა მიდის, ეს ვერ იღებს, ვერ ხვდება. იმიტომ აქ მაღალი ძალები ეგრევე ჩაერთ, თუ მაღალი არკანებით მელაპარაკებენ. ამიტომ ჩვენ მაგას აი კიდე მივცემთ ცოტა დროს. კიდე ნახეთ როგორ დგას. ცოტას კიდე დროს მივცემთ ჩვენ მაგას, იმიტომ რომ ბევრი შანსები გქონდა მაგას, ხო? და არ აიღო. ნახეთ, აქ შეიძლება даже თქვათ აი დაუშვოთ დროს ხო ჩვენს პენტაკლების 3 თვე დაუშვოთ გქონდა, ხო? კიდე მივცემთ მაგას ერთ ჩანს, იმიტომ რომ ვერ აიღო აქ ადამიანმა, ვერ გამოიყენა ის დრო, რომელიც გქონდა მიცემული. თუ ეს ადამიანი გააკეთებს იმას და მიხვდება, რაც უნდა გააკეთოს, აი მაგ შემთხვევაში აძლევენ 10-იანს თასების. ანუ ბედნიერებას მივცემთ. აქ არის ძალიან გარდამტეხვის პერიოდი, იმიტომ რომ უკვე პრინციპში აქ ძალიან დიდი ცვლილება უნდა მომხდარიყო იმ დარტყმის მერე, რაც მოხდა ამ ურთიერთობაში და უკვე თუნდაც დასრულებულია უკვე ეს პროცესი რა. მაგრამ ამ პროცესში უნდა ემუშავა ამ ადამიანს და ეგ შევიდა ბრძოლაში. გაიგეთ? ბრძოლაში აქაც ხომ აჩვენებს ებრძვის თითქოს გოგოს რა. თან შეხვედრა უნდა აჩვენებენ. და თუ ამას მოერევა, მერე უკვე მისცემენ ამ 10-იან პენტაკლებს. გაიგეთ რა ხდება? აი ეს არის. так, ну მოდით ნახოთ აბა რა აჩერებს. ეხლა ხო სწორი არის, აქ ხო არამერია კარტები. ნახოთ რა აჩერებს. აი ეს აჩერებს რა. ვერ მოქმედებს, ვერ პატარა ბავშვით არის პაჟები და უნდა იყოს იმოქმედოს ამ ქალს ჭირდება იმპერატორის ენერგია. იმპერატორივით უნდა გადაწყვეტილება მივიღე, მე ეს მინდა, მე ვაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, რით დასრულდება ეგ სიტუაცია, მე უნდა გავაკეთო. ანუ ეს სიტუაცია რას გულისხმობ? ეხლა აქ არ უნდა გქონდეს შიში, რომ თქვათ ეხლა უარს მეტყვის, იქნება ჩემთან, არ იქნება, რასას აქ კაცურს აქციელს ითხოვენ. მიხვდეთ რა ხდება? რომ იმის მიუხედავად როგორ დამთავრდება ეგ სიტუაცია, შენ უნდა სინჯო და არ უნდა მერყეობა, არ უნდა გქონდეს, ჩვენ გაძლევთ, ჩვენ დაგლოცეთ უკვე წადი, გააკეთე და შენ კიდე ზიხარ და მერყეობ. გაიგეთ რა ხდება? აი გამეხსნა. და ეხლა თუ შენ ამას გააკეთებ, მაშინ კი ბატონო, აგერ ბედნიერებას გაძლევთ, მაგრამ შენ აი აქ არის როგორი თემა, შეიძლება ნახეთ პაჟი რა აჩერებს, შეიძლება არ არის მიჩვეული ეს ადამიანი თვითონ პირველი იმოქმედოს. გაიგეთ, შეიძლება დაუშვოთ, ურთიერთობები რო გქონდა, ან შეიძლება თქვენ იყავით ისეთი, რომ სულ თქვენ მოქმედებდით დაუშვოთ, ხო? ან პირველი მიდიოდეთ და ეხლა აქ არის, აი დაიბნა, გაიგეთ, დაიბნა, მე ვერ გავიგე რა გავაკეთო ეხლა, რანაირად ეხლა. მიხვდით, ვერ გავიგე. და ეხლა წარსულში შეიძლება გქონდა მაგას ზუსტად ეგეთი სიტუაციები, რომ თქვათ, მერე შინი აქ შიშია, აქ შიშია დიდი. შეიძლება სხვა თემაში მამაცი იყოს, მაგრამ ურთიერთობაში კაცები სუსტები არიან. იმიტომ რომ ეგოს ეხება. ეგოს რო ეხება, ეს უკვე ძნელია, რომ ხა საერთოდ ნებისმიერ სიტუაციაში კაცთან დაუშვოთ, ხა წარმოიდგინეთ, მოვიდეთ, გონუარიოთ ხარით, ხო? დაუშვოთ.
ეხლა მაგისთვის ეს არის ძნელი, ისედაც ესეთი შიში აქვს, უკან ესე რა ქვია, ძალიან დიდი, მაგრამ აქ მაღალი ძალები ამბობენ, რომ ამასთან თუ გინდა, შენ უნდა აჩვენო თავი კაცურად. თორე სხვა ვარიანტში არა. ჩვენ ეს გოგო გჭირდება, ჩვენ აქ მაგას ეხლა ეს გოგო საჭიროა. იეროფანტე და ვარსკვლავე, ეს გოგო საჭიროა. და ჩვენ მაგას არ მივწევთ საშუალებას, ჩვენ პირიქით ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გოგო იყოს კარგად. მისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და შენ უნდა ჩამოყალიბდე, შენ უნდა აჩუქო ამას სიყვარული, იმიტომ რომ მხოლოდ აი სიყვარული გაკავშირებდა, მხოლოდ ამას ვითხოვთ ჩვენ, რომ ეს სულიერი სიმშვიდე უნდა მიისცეს შენ ამ გოგოს. და შენ ახლა უნდა იმოქმედო, ანუ აქ ახლა არც ნერვები შლა და არც არაფერი რა. მიხვდეთ რა ხდება? და ამიტომ არის აქ, რომ ჩვენ რამდენი კიდე მოგცემთ პატარა შანსს. იმიტომ რომ შენ არ აიღე აქ შანსები, გაიგე? და აბა რას იზავს შენ, როგორ დაფიქრდები? კაცურს აქ ცელს ელოდებიან და ეს ახლა რა აჩერებს და აი ეს აჩერებს, რომ არ არის მიჩვეული ქმედებას, არ არის, ხო, უნდა იმოქმედებს და არ იცის, არ არის მიჩვეული პაჟი. პაჟს ახლა კი, ახლა პრინციპში ხო და ეგ არის რა, კვერცხების პაჟი ეგ ისეთია, რომ თვითონ უნდა დაელაპარაკოს, თვითონ უნდა თქვას, უნდა იმოქმედოს, ესეთი ტიპია რა, უნდა მიწერო, უნდა თქვათ რაღაცა მოიკითხო თუნდაც, გაიგეთ რა ხდება და ამას ეს აჩერებს რაღაცა ის რა ქვია, აი რა აჩერებს? რა აჩერებს? ნუ ეშინია, გეუბნები. აქ არის როგორ იცით, რა აჩერებს, რომ არ ვიცი რით დამთავრდა ეს ჩემი. კი, მივწერ. даже შეიძლება შემიძლია თქვა, რომ არაფერიც არ აჩერებს მაგას. პირიქით უკვე შეიძლება даже ეცადა მაგან ბევრჯერ თქვათ, რომ მოეწერა. ან შეიძლება პატარა რაღაცა ქონდა, თქვათ, მცდელობები, რა ვიცი, შეიძლება პატარა რაღაცებს გაძლევდა თქვენ ნიშნებს, მაგრამ არაფერიც არ აჩერებს მაგას. მაღალი ძალები ჩვენსკენ ვარ, შენ თვითონ ნუ იმაშვები, რა ქვია, ნუ გეშინია, კი? ხო? ამას ეშინია უფრო მეტად ვიდრე აქ მაღალმა ძალებმა უკვე აღარ იციან რა ქნან. მაგას უკვე მიისცეს ყველანაირად ბიზგები რა. მაგრამ ეს თითქოს აი თვითონ ვერ იმაშვება. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი კითხვა გვაქვს რა. რას გეტყოდათ, მაგრამ ჩუმად არის. რას გეტყოდათ და აი მას გეტყოდეთ რა. რო შენზე ვფიქრობ სულ. შენ ხარ ჩემი, ანუ ეს აქ როგორი ულამაზესი არის, ისა რა ქვია. მე-18 არკა. ნახეთ როგორი ულამაზესი. ანუ რას გეტყოდათ, მაგრამ დუმს, რომ ანუ აქ ადამიანი გეუბნებათ, რომ მე ძალიან კარგად ვგრძნობ შენს მდგომარეობას. მეც აი როგორც შენ ხარ, ისე ვარ მე ზუსტად. სულ ჩემს თავში ზიხარ, სულ ვოცნებობ, სულ ვფიქრობ. ღამე რო დავწევი მაგ დროს უფრო მეტად, მაგრამ ანუ თითქოს არ ვიცი, აქ მცდელობა მაქვს, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა. ზოგჯერ ახლა აი მინდა რომ ვიყვირო, ვიკივლო, ვიწივლო, იმიტომ რომ მინდა შენს გვერდით ყოფნა, მაგრამ არ ვიცი, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ გული გატკინე, ძალიან უზომოდ გატკინე გული და მაგრამ თვალებსაც რომ ვხუჭავ, მით უფრო ღამე უფრო სულ წარმოვიდგენ, იმიტომ რომ შენს თავს წარმოვიდგენ და მინდა პატარა ბავშვით მოვიდი შენთან და ჩაგეხუტო. აი ნაკადში შევედი. ყოველთვის აი სულ შენი სახე მიდგია თვალწინ. აი ის ზოგჯერ ისე მტკივა, რომ მინდა აი მართლა მგელი რო ყმუის, აი ისე ვიყმო, იმიტომ რომ მენატრები, ძალიან მენატრები, უზომოდ მენატრები და აი შეიძლება თქვენ აი ჩახუტებები გვყარდა თუ რაღაცა ეგეთი ენატრება. ანუ ჩემი სამყარო ხარ, ყველაზე ულამაზესი, უკარგისი. ანუ აქ ადამიანის თავში უდაფრენავ თქვენ და სამყაროსაც ვთხოვ, რომ რამე დამეხმაროს. კი.
მაგრამ ვიცი რომ შენ ძალიან ესეთი ულამაზესი ხარ, თქვენ შეიძლება ძალიან გიყვართ რაღაცა აი ისეთ ფერებში ჩაცმა, თქვათ, უფრო ის კაშკაშა ფერებში დაუშვათ და ძალიან ესეთი გოგო ხართ, რომ ну ჩანხართ რა, ძალიან თვითქმარი გოგო ხარ, ძალიან ესეთი ადამიანი ხართ, რომელიც ახლა ნუ უჭკვიანესი თვითონ კომუნიდან ყველაფერი კარგად გაგშენაო რა, ვიცი, მაგრამ და მე ეს რას ნიშნავს? ну შენზე ვფიქრობ და სულ აი დავწები, დავდგები. მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ. ვებრძვე, ჩემს თავს ვებრძვე. კი, შენ გებრძვე. და შენ თვითონ შენ უნდა გრძნობდე ამას რა, შენ უნდა გრძნობ, შენ ჭკვიანი ხარ, შენ ყველაფერი იცი. შენ იცი მე როგორ ვარ. შენ ძალიან კარგად იცი მე როგორ ვარ და შენ ძალიან კარგად იცი რომ ანუ ჩვენი სულების ცეკვაზე ძალიან კარგად იცი შენ ყველაფერი. მაგრამ ეხლა მე ამას არ გაჩვენებ და არავისაც არ ვაჩვენებ საერთოდ, იმიტომ რომ არ ეხლა აი ესეთ ენერგიებში ვარ, მე ეხლა ვფიქრობ ბევრ ამას, ვნანობ ბევრ ამას, უზომოდ არ ვიცი როგორ გამოვედი ამ ფიქრებიდან, არ ვიცი უკვე აღარ შემიძლია უკვე ნერვოზე, ფსიქოზე ყველაფერი ერთად ემართება. მინდა რომ აი ეს ამ ფიქრებმა თავი დამანებოს და მინდა რაღაც, მაგრამ აი არ ვიცი რა, აი არ ვაჩვენებ არავის ჩემს ტკივილს, არ ვაჩვენებ არავის ჩემს გულის ტკენას, არ ვაჩვენებ არავის რა ხდება ჩემს გულში, ჩემს სულში, რომ სულ ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა კარგად ვიყავით, როცა ბედნიერად ვიყავით, როცა აი იმ პერიოდებს რო ვიხსენებ, საერთოდ აი მინდა რომ თავი ამის მოვიკლა რა, იმიტომ რომ აი ის ყველაფერი, ის კომფორტი, რასაც შენ მემაძლევდე, იმ სიტუაციას, რასაც შენ მემაძლევდე, აი შენი სიყვარული, როგორც ვიყავით, შეიძლება სადმე ერთად დადიოდეთ და აუშვათ, ხო? აი შეიძლება სურათებსაც ვალიერებს კიდევაც, იმ კარგ პერიოდებს იხსენებ, სულ თუ რა მიიღო თქვენ შორის, აი აბსოლუტურად ყველაფერს იხსენებს და ეს და ამას რო იხსენებს, ეს კიდე უფრო აგდებს რაღაც სასწაულ დღეში რა. ხო, ну ვიყარ ხარ, მაგრამ არ ამგონია რომ შენ გჭირდება ჩემი სიყვარული. შენ აღარ გინდევარ, მე როგორც შენი ნუ კაცი რა, აღარ ვარ შენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე არაფერი არ მოგეცე შენ ის, მე აი თქვათ უსაფრთხოება ვერ მოგეცე, ვერ ვიზრუნე შენზე ისე როგორც უნდა მეზრუნა, ვერ მოგეცე შენ თქვათ ეხლა ну თუნდაც მატერიალური მხარდაჭერაც შენგან ვაფშე ვერ ხედავდე მაგას პენტაკლების მეფე და ორიანი ხმალების, ხო? ხო, აი თუ ვიყავი აი ასე. ну ერთი ფეხით რო იტყვიან რა, უფრო რაღაც არ ვიყავი იმ დონეზე, რომ თქვათ ეხლა უნდა ყოფილვიყავე რა, თვითონ მეც მერყეობდი, მეც ვერ ვიღებდი ამ პასუხისმგებლობა, ვიქცევდი პატარა ბავშვით, პატარა ბიჭებით, რომ ანუ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ჩემთვის უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მე ვარ აქ მზე და მთვარე და ყველაფერი ჩემსკენ უნდა იყოს და ყველაფერი, ანუ უფრო ჩემ ეგოს ვემსახურებოდი რა. ამ დროს შენ ყველაფერი, აი რა ვიცი მე რა. აი ხა სულ შენზე ვფიქრობ, სულ შენზე ვოცნებობ, სულ შენთვის აი გავიგე ბევრი რაღაცები, კი გავიგე. მაგრამ აი ხლა ну უნდა რომ იმოქმედოს პრინციპში, კი უნდა, მაგრამ რა ხდება? მაგრამ ვჩერდები, რატომ? აი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. მივიღე გადაწყვეტილება, კი, მივიღე გადაწყვეტილება, ბევრჯერ მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა ვიმოქმედო, ჩქარა უნდა გამოუჩნდეს შენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ მაგრამ რა არის ახლა აქ? მაგრამ არ ვიცი, შენ თუ წამოხვალ ამ კომუნიკაციაზე, შენ თუ გინდა, შენ, იმიტომ რომ შენი მინდა ენერგია. აი ძალიან მჭირდება, ვიცი რომ შენც გჭირდება ჩემი ენერგია, იმიტომ რომ მე ვაფშე საერთოდ აქ ცუდად ვარ, ანუ აი ისე ეს სურათი რაზე იდით დავიწყეთ ჩვენ. ну აი ესეთი ენერგიები არის აი აქ. ну მოდით ახლა კიდე ჩვენ დაგვრჩა ეს პოზიციები. ამას ავიღებ ახლა. აბა ძალიან კარგად შემიყვანეს ნაკადში.
ნუ აქვს თუ არა მაგას გეგმები, ჯერ ხარ რო გითხრათ გეგმები, რო იმოქმედოს მაგას აქ ფინანსური მდგომარეობაც აქ ძალიან რთული სხვათა შორის. ეთყობა ძალიან რთული მდგომარეობა აქ ფინანსური და ამასაც განიცდის. თან პლუს კიდე აქ როგორი სიტუაცია არის, იცით რა გეგმები. მომავალში გაქვს გეგმები, ამით რა გინდა მითხრა, თუ დავკარგე იმას მეუბნები. იგივე ამომივიდა, მე კიდე მეუბნები, მაგას კი შეიძლება უნდა, მაგრამ სანამ ეს არ მიხვდება რა და კარგა, სანამ ეს აქ ნახეთ რა ხდება. ისე ამოვიდა კარტები. აი მაღალი ძალები თან აი ხო ავიღე ხო, მეთქი ხა კაი დავანებოთ თავი მაღალი ძალები. არა ისევ მოვიდნენ. არ არის ეს აი აქ მაღალი ძალები ზრდიან მაგისგან იმპერატორს. გაიგეთ, უნდათ რომ ამან უკვე ეს თვისებები აიღოს რა და აქ თუ რაინდი პაჟე, რაინდი პაჟე, რაინდი და მეფეც არ გამოდის. გაიგეთ რა ხდება. და ნუ ადამიანმა უნდა უსვათ ნახტომი გააკეთოს რაღაცა, იმიტომ რომ არა აქ მნიშვნელობა რამდენი წლის არის, ხო ეს ადამიანი, მაგრამ სულ პატარა ენერგიებში არის რა, ნუ კაცს შეეფერება ეხა. კაცი რომელიც ეხლა უხლა ურთიერთობა რო გინდა, ურთიერთობა მარტო სექსი არ არის. გაიგეთ რა ხდება? არ არის. თან ახლა ამას მისცეს აქ ძალიან მნიშვნელოვანი ქალი. იმიტომ რომ ნუ თქვენ ახლა არა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული, თქვენ საჭირო ხარ სამყაროსთვის რა, ამბობენ ახლა აქ ისე მოვიდა ეროფანტი. იმუშავებს, შეცვლი ამ შენ ასეთ საქციელს, კი ბატონო, აჰა, ჩვენი თავი გენაცვალოს რა, დაგლოცავ და მიდი. მიხვდით? მაგრამ აი ეს არის რომ არ იღებს ამას. და სანამდე არ უნდა, მე თვითონ ყველაფერი ვიცი, მე ისედაც ძალიან მაგარი ვარ, მე ისედაც აი ეს ეგო, მიხვდით? ამ ეგოზე არ ტყავენ და არ იღებს კა. აი იღებ კი ბატონო იმოქმედა, არ იღებო. აქ დღეს მაღალი ძალები ჩაერთნენ, ეთყობა რომ უკვე ნუ პრინციპში ეგეც მინდოდა რომ აი თქვა საბოლოოდ რომ გაერკვიოთ, რომ თქვა თქვენ ხო ნერვიულობთ ახლა მაგაზე, ხო? так, ნახოთ ახლა თქვენ რა უნდა გაეგოთ მის გეგმაზე ან მის თქვა ძრახვებზე. არა, მის მოტივებზე თქვენ რა უნდა გაიგოთ. ნუ აქ მიდის სულიერი მუშაობა, გაიგეთ? აი აქ სულ მაღალი არკანები მელაპარაკებიან. დღეს არ მაძლევენ, ნუ როგორც პრინციპში 90%-ში მე როცა ვმუშაობ, ხო, მე უფრო სხვა სივრცეში ვმუშაობ რა, უფრო სულიერ დონეზე სივრცეში ვმუშაობ და აქ ზუსტად იმას მაჩვენებენ, რომ ამას აქ ახლა ამაზე მიდის ახლა მაგარი მუშაობა რა. აქ უკვე იმიტომ რომ გეუბნებით, რომ ნუ ვერ დავიჯერეთ 15 წლის, ხო 18-ისაც არ არის ეს ადამიანი. გაიგეთ რა ხდება, რო თქვა, რომ ნუ ბავშვია და ვერ ხვდება, ხო? აქ გვაჩვენებენ სიტუაციას იმაზე, რომ აქ მარტო შეხედეთ ამას. აი ეს რა ქვია. აი მანარაში საერთოდ ეს გვერთხების მეფე არის როგორი ტიპი, იცით რომ აი გართობა და ნუ კი არის ზოგ მომენტებში რო თქვათ ახლა სერიოზული და რაღაცა, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში შეხვედ რა მინდა, სექსი მინდა, აი ეგეთი რაღაცა, გაიგეთ და ეთყო და ამას სერიოზული ქალი მისცეს და უთხრაშვილო, ნუ შენ ისწავლე რაღაცა ქენი, მაგრამ მაღალი ძალე ერთი და იგივე კარტებს მიგდებენ. აჰა, აქაც ერთი და იგივე, რამდენი შეხედეთ, ამას უკვე არ მივაქციე ყურადღება, მაინც არ მიუყვარს, კი. ანუ არის აქ გრძნობა და აქ მოგცემენ, კიდევაც მოგცემენ ამას, რა ქვია, მაღალი ძალები არ არიან უარზე, კი ბატონო, აჰა, აგერ არის, გიყვარს, კი ბატონო, მოგცემთ შანსს და მიბრძანდი, წადი შენ სიყვარულში, აჰა, წადი შენ სიყვარულში. მაგრამ მანამდე შეიცვალე ისინი ადრენდელი მიდგომა აღარ გამოგადგება აქ და აქაც მაჩვენ რა უნდა გაეგო თქვენ აქ და ის რომ ის გადეს ახლა ამ სულიერ იმას რა ქვია ტრანსფორმაციას.
თორე აქ უარზე არ არიან. აქ გადაფასება უნდა გააკეთოს სერიოზული გადაფასება და მარტო სექსუალურ ენერგიაზე არ უნდა იფიქრო რა. აქ უკვე შენ ახლა ნამდვილი სიყვარული უნდა აიღო, ნამდვილ სიყვარულზე აქ ლაპარაკი და არა მარტო სექსუალურ მიზიდულობას და არიქა და მინდა ძალიან მინდა და მარტო ეს ნუ კაი хорошо კონდეს დაუშვით, ოკეი. და მე გაიგეთ რა ხდება და ამას იმიტომ ამბობენ რომ შენ ახლა ის რა ქვია გაიგე მაგისი ფასი. ნუ ეს რა ქვია და იმდა ეს ახლა ნახეთ რა შევ. ამიტომ რა უნდა გაიგო თქვენ კიდე აი კიდე იგივეს მეუბნებიან რა. გაივლის ამ ტრანსფორმაციას, თუ გაივლის ამ ტრანსფორმაციას, ხო, მიხვდება, აი მაშინვე მისცემენ გზას. გოგოებო, კიდე რა მინდა გითხრათ. აი აქ კიდე როგორი სიტუაცია არის. თუ დაუშვათ, ეს ადამიანი თქვენ ვერ მოგცემს იმას, რაც უნდა მოგცეს. აქ საერთოდ შეიძლება ვიღაცასთან შემოვიდეს вообще სხვა ურთიერთობა. კი, თუ ეს ადამიანი ისევ დარჩება ამ ენერგიებში და ვერ გამოვა აქედან, თუ არ იმოქმედებს. თუ არ და იგივე კარტე მოდის სულ, აი просто ერთი და იგივე კარტე მოდის რა, ერთი და იგივე. მაგამ და მიიღოს გადაწყვეტილება. მაგამ და მიიღოს. ნუ მოდით ნახოთ ახლა თქვენ, ნუ მოდით იცით რას, კაი ვიცი რომ თქვენი კითხვა, აბა რას იზავს, აბა ბოლოს და ბოლოს რამეს იზავს, ნუ ვკითხოთ ახლა და მე უკვე ვკითხოთ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში. საერთოდ აი ეს სიტუაცია კი გავიგეთ ჩვენ რომ აქ ჩაერდნენ მაღალი ძალები, უნდა და გახდეს ეს იმპერატორი და სერიოზული პიროვნება და უკვე შეცვალოს მიდგომა და არა მხოლოდ თავის თავზე იფიქროს და ცოტა ამ ქალზეც, რომელიც მნიშვნელოვანია. აიღებს ამ გაკვეთილს. იცით როგორი თემა არის? ეგ თუ გაიგებს რომ თქვენ საერთოდ დაკარგად მორჩა რა, აი საერთოდ დაკარგა და უკვე აღარ ახარ თქვენ. всё. მაშინ რას იზავ? ღმერთო, მიშველეთ რა, აი, ნუ იცით ხოლმე, ხო მომიყევეთ ეს ყველაფერი რა. ტრანსფორმაციას გაივლის, მორჩება აი მაგისი აი ესეთი სიჯიუტე. მაშინ რას იზავ? მაშინ აქ კაროჩი გოგო, თუ თქვენ გააქვთ რამე ნერვები, კი ბატონო, შეგიძლიათ დაელოდოთ, იმიტომ რომ აქ ძალიან ესედა და მე დაბრუნდა. ანუ აქ ამას სჭირდება დრო იმისათვის, მაგას კი მისცეს, მაგას რაღაც ნელი ენერგია, ნელი. და აი ეს არის რომ თუ მიხვდა მაგან რომ აქ არ არის მარტო თქვათ ის ანუ უნდა გადაიყვანონ რა სულიერ დონეზეც კი. ანუ როგორ არის, ხო არის ჩვენთან ახლა მატერიალური სულიერი რა. თუ გინდა რომ იყო წარმატებული ყველანაირად, ხო ეს ორივე უნდა გქონდეს დაბალანსებული რა. ამიტომ ეძახიან რომ აი ეს უნდა გაიგოს მაგან ცოტა სხვა მხარეც კიდე და დაასრულოს თავისი სიჯიუტი და მაგ შემთხვევაში აძლევენ ახალ გზას, რომელიც იქნება საერთოდ სხვანაირია და დიდი სიყვარული. აი უკვე მე რამდენჯერ მაჩვენეს მაგას რომ აქ ამას და ახლა დრო ჭირდება. კი, დრო ჭირდება და შეიძლება აი კარგად რომ გაიაზრებს რომ მორჩა და კარგად და უკვე კაი ხანი აძლევენ მაგას რაღაც სიტუაციას რომ უნდა იჯდეს, რა ვიცი და იფიქროს იქ მარტო. ნუ ნახოთ ახლა თქვენ ახლა რჩება თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში და იმპერატრიცა. აი ეს ბანალური შენ თავს მიხედე, შენ უმაღლესი ხალი ხარ, ძალიან ისეთი უმნიშვნელოვანესი ხარ და უკარგესი რა, უმშვენიერესი. და აი ეს არის რჩევა, რომ შენი თავი დააფასე რა, დააფასე შენი თავი და გაიგე ბოლოს და ბოლოს ნუ იმპერატრიცა არ ზის და არ ელოდება ასეთ რამეებს რა. არ ზის და არ ელოდება. ნახეთ.
არ ზის და არ ელოდება იმპერატრიცა. იმპერატრიცასთან მოდიან და იმპერატრიცას აძლევენ და იღებს იმპერატრიცა. იმიტომ რომ აქ ხალი, რომელმაც უკვე ისედაც თავის თავზე კიდევაც მუშაობს, ორჯერ გამოვიდა იეროფანტე, ორჯერ მაჩვენა რომ ეს ხალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ მის სიმშვიდეს, ჩვენ აქ არ მოგცემთ საშუალებას და უფლებას არავის რომ ამას ნერვები უშალოს. თუ გინდა რომ იყო მასთან, თუ გინდა რომ დაგეხმაროთ, იმოქმედეთ, თუ არა და იჯექილაში პატარა ბავშვებით და ამისთან ხალს ახლა კიდე აქ რა. მე გითხარით გოგოებო, აქ თქვენ პრინციპში არ ინერვიულოთ რა იმაზე რომ აი რა ვქნა, რა გავაკეთო, ანუ თქვათ რამენა ბიჯი ხო არ გავაკეთო, რა შედეს აქ რა. ხო, არ ინერვიულოთ მთავარი, ვაფშე საერთოდ არც ერთი წამი არ ინერვიულოთ, არ ინერვიულოთ. უბრალოდ თქვენს ამ სიტუაციაში თქვენი თავი აერჩიეთ და ყავდეთ თქვენი განვითარებით უფრო შეიძლება ბევრი რამე ისედაც მოგცემ ამ სიტუაცია და ბევრი რაღაცა შეგვცვალა, შეიძლება ზოგმა ისეთი ცოდნა მიიღო და აქ რაღაცები ისედაც გახსენეთ თქვენში იმისთანა დიდო სტატობა რო რა გითხრათ რა. ეს რა არის? რა არის აქ? ნუ ხართ მაგაზე დამოკიდებული, ნუ ფიქრობთ სულ მაგაზე, ჯობია თქვენ თავზე იფიქრეთ და თქვენს განვითარებაზე, თქვენს წინსვლაზე. გაიგეთ? და მაგას ახლა მე მაგას ვკითხავ, მაგან თავისი გაკვეთილები უნდა გაიაროს ჯერ. აქ დრო ჭირდება. აქ კიდე დრო ჭირდება. ყველაფერი ღმერთის ნებაა. შენ დალოცვილი ხარ, აი დალოცვილი ხარ. აქ ვიღაცას ნახეთ როგორი პოზიცია გოგოებო. ეხლა დამიწყებთ, ახლა თქვენ არ მინდა ახალი, მინდა ძველი. ეს უკვე თქვენი ნება. აქ ღმერთი, ნახეთ, აქ როგორ მომწონს ამ დასტაში, ის რა ქვია, იეროფანტი ძალიან მაგარია რა, იმენა გურძლავს რა. ჩვენ მოგცემთ შანსს ახალი ურთიერთობის, ახალი სიყვარულის. თუ იმიტომ ამ ადამიანს ჭირდება კიდე ბევრი დრო იმისთვის, რომ აქ ახლა როგორი თემა არის, იცით? თუ დაუშვათ ეს ადამიანი გამოვა ამ ილუზიით, ამ ყველაფრიდან და თუ აქ ადამიანი ჯიუტობს, გაიგეთ რა ხდება, არ მიდის რა, არა. ზის თავისი აზრები აქვს, თავისი რაღაცები, აი მე ასეთი ვარ, მე ისეთი ვარ, მე ასე, მე თუ არა, ნუ ხაროჩი რა ეგეთი რაღაცა არის რა. ხო. კი ბატონო, და არ მიდის ამ იმაში, არ იღებს გაკვეთილებს რა, არ შედის კონტაქტთან. კონტაქტში. არ იქცევა ისე როგორც უნდა მაღალი ძალებს რომ მოიქცეს. всё, აქ ისივ ეს გაიხარ რა დამთავრდება და აი ეს აქ დიდი პროცესია გოგო, აქ უკვე თქვენზე არის ეს, უგინდა დაელოდეთ. მაგრამ მე გეუბნებით იმათთვის, ვინც ახლა წლები ზის და ელოდება, ეს არ არის კარგი. თუ დაუშვათ თქვენ უბრალოდ ვითარ, ნუ ისე კი არ ზიხართ, რომ ვაიმე და სულ მაგაზე წლები უყურებ და გინდა გაშლებს და ეს ადამიანი საერთოდ არ ინძრევა და საერთოდ არც ჩანს და არც არაფერს არ აკეთებს, თქვენ მაინც ზიხართ და ელოდებით და ელოდებით და ელოდებით და ელოდებით, ეს არის სისულელე. თუ მიდის თქვენში რამე განვითარება, თუ თქვენ ახლა მაჩვენებენ რომ მნიშვნელოვანი ხალი ხარ, უბრალოდ ახლა ხო გეუბნებით ნებისმიერი ურთიერთობა, ნებისმიერი სიტუაცია გვეძლება ჩვენი განვითარებისთვის. ამიტომ გეუბნებით ისიც კარგად შენ განვითარდე, კარგად გაიზარდე, ასე რომ ვთქვათ, გააგრძელე და ეხლა ვისაც უნდა იჯდეს და ელოდეს ამას ახლა, მაგრამ თუ წლები დაელოდებით აქვს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მაგას ბევრი დრო ჭირდება, რომ მაგი საერთოდ ჩამოყალიბდეს აი ზუსტად იმ კაცად, რომელიც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება.
რომელსაც შეუძლია რომ თქვათ ქალს მისცეს ის სიამოვნება, რომელიც ჭირდება და არა მხოლოდ სექსუალური, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში უკვე თვითონაც მიიღებს ძალიან ბევრს რა ქალისგან, მაგრამ აქ უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ სულ პაჟებია, უნდა ისწავლოს. აქ არ უნდა ადამიანს, რომ ანუ რამე შეცვალოს და ეწინააღმდეგება და აქ უკვე მაღალი ძალების ახლა, ნუ ჩვენ კი დაგეხმარებით, მაგრამ შენც თუ დაუშვათ რამეს იზავს და ნუ შეიძლება გავედეს 1-10 წელი და იქნება ძალიან კარგი ადამიანი და მისცემენ მე უკვე ყველაფერს კარგს. რა ვიცი, დღეს დღევანდელი გაშლა ასეთი იყო და მე გელოდებით კომენტარებში როგორც რეზონირდებათ, ხო? რეზონირდა თქვენ ეს გაშლა და მე გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას, ჩემო ულამაზეს